სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დაარსებიდან 21 წელს რეგიონში მოწინავე პოზიციით ხვდება. დაჩქარებული კვლევების სწრაფი მართლმსაჯულების წინაპირობაა. ექსპერტიზის ბიუროს კი ულტრათანამედროვე ტექნიკით მეტი სიზუსტით დიაგნოსტიკა ნაკლებ დროში შეუძლია. ტექნიკური გადაიარაღების გარდა ბიურომ თანამშრომლებიც გადაამზადა. სხვადასხვა ტიპის 600-მდე ექსპერტიზა რა ხდება ლაბორატორიებში, რომელიც საგამოძიებო უწყებებს და მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საკითხების დაზუსტებაში ეხმარება. ხათუნა გაგლეძის რეპორტაჟი. თქვენ იმყოფებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ოფისში, სადაც სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება. ბიუროს 21 წელი შეუსრულდა და თავმად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა რეგიონში. დღეს ვართ სოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული საექსპერტო საერთაშორისო გაერთიანების INFSA-ის წევრები. ეს დიდი გამარჯვება ქვეყნისთვის. კურიერი პიესისთვის ქვეყნის მთავარი ექსპერტიზის ბიუროს ლაბორატორიების კარი გაიღო. აქ ზუსტდება ყველაფერი, რაც დანაშაულის დასამტკიცებლად გამოძიებას სჭირდება. ეს გახლავთ ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტი. მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენი, საკმაოდ ინოვაციური აპარატია. სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპი უკვე მზად არის გამოძიების შეკითხვებს მაქსიმალური სიზუსტით უპასუხოს. ეს მოწყობილობა ექსპერტიზის ბიუროსთვის სიახლეა. გასტროლის შედეგად ხელზე რჩება დენთის კვალი. უფრო მნიშვნელოვანია დღეს უკვე ამ აპარატის მეშვეობით იმ უხილავი კვლევის აღმოჩენა, რომლის აღმოჩენაც მანამდე შეუძლებელი იყო. ბიურო მზად არის საქართველოში პირველად ჩაატაროს სროლის პროდუქტების სრული ანალიზი, რომელიც რასაკვირველია უდიდეს დახმარებას გაუწევს საგამოძიებო ორგანოებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისას. ჭიდი უნდა გამოვაცალო, გასინჯო, დაუშვათ. შიგნით იარაღში არის თუ არა რამე. ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა. აქ იარაღს ტყვიებს, მასრებს, ცივ იარაღებს და სხვადასხვა საგნებს სწავლობენ. იკვლევენ სროლის შედეგად დაზიანებულ ნივთებსაც. ახალი ხელსაწყოები გამოძიებას იმის დადგენაში ეხმარება, თუ რომელი იარაღიდან გაისროლა სავარაუდო დამნაშავემ. აქ მომზადებული დასკვნებით ბრალდებულების ბედი წყდება. ლაბორატორიაში 30 წლიანი სტაჟის მქონე და ახალგაზრდა ექსპერტები ერთად მუშაობენ. რა იყო მაშინ და რა არის ახლა, ცოტა დედამიწაა განსხვავება. ამ ჩემ გამოცდილებას ახლა ახალგაზრდა სპეციალისტებს ვუზიარებ. მათ უფრო უადვილდებათ აპარატურა გვაქვს და შესაძლებლობები ბევრად მეტი და კარგი, მაგრამ ექსპერტის საქმიანობა საბოლოოდ მაინც არის შინაგან რწმენაზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე. შემადარებელი მიკროსკოპით და ბალსკანით ხდება ტყვის და მასრის გაიგივება, იდენტიფიკაცია, ანუ კონკრეტული იარაღთან. ფორენსკოპის საშუალებით კი ხდება დაუშვათ ობიექტზე არსებული აიგერ გვაქვს მაისური ნატყვიარით, რა მანძილიდან არის სროლა ნაწარმოები. პასუხისმგებლობა უდიდესია, ადამიანის ბედი სათამაშო არ არის. უფროს თაობის ექსპერტებისგან ვიღებთ განუზომელ პირველ რიგში მხარდაჭერას, განათლებას. ამ ლაბორატორიაში ახალი ტექნიკით ქსოვილის ბოჭკოებს იკვლევენ. მაგალითად, იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა შემხებლობა ერთმანეთთან მოძალადისა და მსხვერპლის ტანსაცმელს. ამ სივრცეში შენადნობებს სწავლობენ. ახლა ზომავენ ნახშირგოგირდის შემცველობას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამშენებლო მასალების ხარისხის დასადგენად. შედეგი რამდენიმე წამში მზად არის. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დატვირთვის სივრცეა. თუ კი მაგალითად მე დანაშაულის ადგილზე ვიყავ და რაიმე ნივთზე თითის კვალი დავტოვე, ამ სივრცეში კვალის დადგენა და ჩემი ვინაობის გამოვლენა ბევრად უფრო მარტივი გახდა. კვალის აღების შემდეგ მას გამოძიების ფიგურანტი პირების ანაბეჭდებთან ადარებენ. თუ კი აქამდე ეს კვლევა ქიმიური ფხვნილით ხდებოდა და კუპიურაზე კვალი ბევრად რთული აღმოსაჩენი იყო, ამ ფუნქციას ახლა უახლესი დანადგარი ასრულებს. წითელი წერტილებით არის აღნიშნული კერძონიშნები, რომელიც ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური და ეს არ მეორდება. ხუპებშიც კი პროგრამა მიპოვა 22 კერძონიშანი.
კურიერი პიესის კამერამ დოკუმენტების ექსპერტიზის ლაბორატორიაც გადაიღო. გაყალბებული ფულის კუპიურა, მართვის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ეს ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევაა. სამხარაულის ბიუროში უკვე არსებობს მსოფლიოში საუკეთესო ბოლო თაობის აპარატი, რომელსაც ნებისმიერი დოკუმენტის სიყალბის დადგენა შეუძლია. ამ ყველაფერს ხადია ესაჭიროება მაღალტექნოლოგიური გამოსაკვლევი საექსპერტო მოწყობილობები. სწორედ ერთ-ერთი ესეთი, რომელიც ბიურომ იყიდა, არის დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო. მას აქვს კავშირის შესაძლებლობა მრავალი ქვეყნის დოკუმენტების ნიმუშების ბაზასთან. ანუ, როდესაც ფიზიკურად ექსპერტს აქვს გამოსაკვლევად პასპორტი, მას შეუძლია შეადაროს ამ ბაზაში ამ ქვეყნის პასპორტის ნიმუშს. და დაზუსტები დანამდვილებით გამოიტანოს დასკვნა რეგიონში მხოლოდ ჩვენ ლაბორატორიას აქვს ესეთი აპარატი. ჩვენი კამერა ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში ინაცვლებს. ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების ბიოლოგიურ მასალებში სპეციალისტები ტოქსიკურ ნივთიერებებს ეძებენ. უნიკალურ ხელსაწყოებს დედამიწაზე არსებული 9 მილიონამდე ნივთიერების სახეობის ბაზა აქვს და უცნობი ქიმიკატის გაშიფრვაც შეუძლია. აქ არაერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანის სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკი გახდა. 2024 წელს ეს იყო დაახლოებით ბიუროში დაფიქსირებული ზედოზირება დაახლოებით იყო 40-მდე. უფრო პირდრი ჯგუფის პრეპარატების მოხმარების გამო გარდაცვალება არის ხშირი. თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს ალფა-პეპეპის გამოყენების შემთხვევებიც. ეს სამედიცინო დეპარტამენტია, სადაც ექსპერტებს ალბათ ყველაზე რთული ამოცანა აქვთ. მათ შორის გვამის კვეთა და გარდაცვალების მიზეზის კვლევა. ამ სივრცეში მოხდა 90-იან წლებში საომარი მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული და დაღუპული პირების იდენტიფიცირება. შედეგად ასობით ოჯახმა ახლობლის ცხედარი დაიბრუნა. ეს არის სივრცე, სადაც ტარდება შესაბამისი დადგენილების საფუძველზე პროზექტურაში შემოტანილი გვამების სასამართლო მედიკური კვლევა, ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე არის სქესობრივი ხასიათის ქმედებასთან დაკავშირებული ექსპერტიზები. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მიმართულებით სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. იდენტიფიკაციის პროცესში ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ აქ არის დნმ-ის მონაცემთა ბაზა. ამ დეპარტამენტს არაერთი ფუნქცია აქვს. აქ უკვე მემკვიდრული დაავადებების კვლევა ხდება, მათ შორის თრომბოფილიის. ამ კვლევის საშუალებით ადამიანს შეუძლია პირველი გაიგოს ინფორმაცია თავისი მემკვიდრული განწყობის მიმართ თრომბოფილიის განვითარების თვალსაზრისით, რათა პრევენციისთვის მზად ვიყოთ და ექიმებსაც მივცეთ საშუალება, რომ სწორი მენეჯმენტით ჩაგვიტანონ დიაგნოსტიკა. ბიუროში მოქალაქეებს და საგამოძიებულ უწყებებს ექსპერტიზისთვის აუცილებელი კიდევ ბევრი ახალი შესაძლებლობა ელოდება. 600-მდე სახეობის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობაა დღეს. 100,000-მდე საექსპერტო დასკვნას და ცნობას გასცემს ექსპერტიზის ბიურო თვის განმავლობაში და საჭიროა უკვე თანამედროვე ახალი ტიპის საექსპერტო ოფისების აშენება, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს, განვითარება არ გაჩერდება, თუ ამრავი სიახლე გვაქვს, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2007 წელს შეიქმნა